საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია გორბის მიერ შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა. Ამ კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის პროგნოზები, რაც პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევებით იკვეთებოდა. ფაქტია, ქართული ოცნება საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა საარჩევნო ოლქში პირველივე ტურში იმარჯვებს, ასევე ძალიან დამაჯერებლად იმარჯვებს კახა კალაძე. Ამ კვლევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ის განწყობა, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, კერძოდ ის, რომ გასული 4 წლის განმავლობაში ქართული ოცნების გუნდმა ყველა მუნიციპალიტეტში შეძლო ხელშესახებით წინსვლის მიღწევა. მოსახლეობა ხედავს, რამდენად გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა, გზები, წყალმომარაგება, ბუნებრივი აირის მიწოდება, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, სოციალურ საჭიროებებზე რეაგირების სისტემები. ამავე დროს ეს მხარდაჭერა მიუთითებს, რომ ჩვენმა მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატებმა სწორად შეძლეს მუნიციპალიტეტების მიხედვით ჩვენი მოსახლეობის კონკრეტული საჭიროებების გაანალიზება და მათი ასახვა საარჩევნო პროგრამებში. აღსანიშნავია, რომ ყველა კვლევით ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ადგილობრივი ხელისუფლება გახდა ყველაზე მაღალი ნდობის მქონე საჯარო ინსტიტუტი, რაც რა თქმა უნდა ასევე აისახება ჩვენი კანდიდატების რეიტინგებში. ამიტომ ბუნებრივია, რომ ჩვენი მოსახლეობა სწორად ხვდება, რომ ქართული ოცნება არის ერთადერთი საქმეზე და მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა, ენდობა ჩვენს გუნდს და მზად არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კვლავაც დაუჭიროს მას მხარი. ამ ფონზე კიდევ უფრო გასაგები ხდება ოპოზიციის და მათი ტელევიზიების მიერ რეალური სურათის დამახინჯების სასოწარკვეთილი მცდელობა, კვლევების მანიპულირების და დეზინფორმაციით გაჯერებული სიუჟეტების მეშვეობით. ამის საუკეთესო მაგალითი იყო იფსოსის კვლევა, როცა პირდაპირ ეთერში ვიხილეთ, როგორ მოაქცია ჩიხში ელემენტარულმა კითხვებმა დამკვეთიც და შემსრულებელიც. რა თქმა უნდა, მოსახლეობისთვის გონების არევის ამგვარ სასოწარკვეთილ მცდელობებს წარმატების შანსი არ აქვს. ქართველი ხალხი 2 ოქტომბერს უკვე მერვედ გააკეთებს სწორ არჩევანს და მხარს დაუჭერს ქართულ ოცნებას და მის კანდიდატებს. კიდევ ერთხელ გსურს მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მხარდამჭერებს და მოუწოდოთ მათ აქტიურობისკენ. 2 ოქტომბერს ჩვენ კვლავ ერთად გავიმარჯვებთ. მადლობა. როგორ ფიქრობთ, რას უკავშირდება ეს ხალხური მოჩვენებელი პასუხი რა თქმა უნდა, პასუხი არის მარტივი. ქართული ოცნების რეიტინგი რა თქმა უნდა მზარდია, იმიტომ ჩვენ ვაწარმოებთ წინასაარჩევნო კამპანიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ოპონენტები დღემდე არ აწარმოებენ არანაირ კამპანიას. ერთადერთი მათი კამპანია ეს არის მედია კამპანია დეზინფორმაციის, მედია კამპანია ზიზღის ენის და მედია კამპანია манипулირებული სხვადასხვა კვლევის. ასე რომ რა თქმა უნდა ეს ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია, ისო ჩვენი კანდიდატები ჩადიან და ესაუბრებიან მოსახლეობას სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში. ითვალისწინებენ მათ მოსაზრებას და ითვალისწინებენ ყველაფერს ამას პროგრამაში. ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს პროგრამა, მოიკითხეთ სხვა პარტიებისგან, მათ საერთოდ არ აქვს არანაირი პროგრამა, პროგრამა არა მხოლოდ სიტყვით, არამედ პროგრამა, რომელიც ასევე არის გაწერილი და ხელმისაწვდომი არის ყველა ჩვენი მოქალაქის. კანონის მიხედვით დაიჭერა თუ საქართველოს შემო ამას აბობს უმრავლესობას და თავადაც სააკაშვილი აბობს რომ მზად არის ციხისთვის, თუმცა მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილის დაიწყება დაიჭერა დიდი ალბათობით ლავაში დაიწყება აქციები, ასევე იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის გამოხმაურება. ელოდებით თუ არა ნიკომელიას სცენარის გამეორებას, ნიკომელიას გამოშვება მოუწია მართლ პარტიას საერთაშორისო პარტნიორობის მოწოდებები იყო, მიშელი იყო ჩამოსული მსგავსი სცენარის გამეფებას. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოს 3 ინსტანციის სასამართლომ უკვე 2 საქმეზე გამოიტანა განაჩენი. კერძოდ, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მას მისჯილი აქვს 3 წელი და ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მისჯილი აქვს 6 წელი. გარდა ამისა, 2 საქმე 8 მილიონი ლარის გაფლანგვის და ეგრეთ წოდებული TV იმედის საქმე არის სასამართლო განხილვის პროცესში. მე იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში არ არის ჯგუფი მოსახლეობის ადამიანების თუ პოლიტიკოსების,
რომლებსაც ეკნებათ კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით სანდრო გირგულიანის საქმეზე და ვალერი გელაშვილის საქმეზე გამოტანილი განაჩენები უნდა ახსულდეს თუ არა ისე, როგორც ეს იქნა გამოტანილი. ეს განაჩენები ეყრდნობა არა მხოლოდ საქართველოს მართლმსაჯულების გადაწყვეტილებას, ეს განაჩენი ეყრდნობა ასევე იცით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელშიც პირდაპირ არის მითითებული სააკაშვილის ბრალეულობაზე ამ საქმეში და რაც თავარია, ეს განაჩენები ეყრდნობა საქართველოს მოსახლეობის სამართლიანობის განწყობას. უშვებთ თუ არა, რომ იგივე სცენარი განმეორდება და ნიკამელიას გავხდათ მიხეილ სააკაშვილის გამოშვებას მოდი. მე არ მგონი გულისხმობ თქვენ საერთაშორისო ჩარევას ამენად მე არ მგონია რომ რომელიმე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ექნება სურვილი ჩაერიოს მკვლელობის და ცემის საქმეში ბრალდებული და საჯელმისილი ადამიანის საპატიმროდან დახსნის საკითხში. აი იმასთან მე კარგი, ერთი წამით დავასრულებთ ამ კითხვას და სააკაშვილის წინააღმდეგ და ამ საერთოდ ინფორმაცია რომ შიდა გუნდში არის ნახევარი უფლება, რადგან შეიძლება ზურაბიშვილმა ამ კონკრეტული საქმეებიდან შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილის მესამე პრეზიდენტი. და ასევე შეიძლება თუ ამ დავალებული აქვს კონკრეტულად პროკურორებს რომ ახალი საქმე აფიქსრეს სააკაშვილის წინააღმდეგ, რადგან განხეთქილება შიდა გუნდში და აღარ ეთობიან სალომეს ზურაბიშვილს. ახალი საქმე შეიძლება რომ დაევალოს პროკურორებს. უპირველეს ყოვლისა არანაირი მოლოდინი არ არსებობს შეწყალების, ეს ერთი, მეორე რაც შეეხება ახალ საქმეებს, კიდევ ერთხელ სხვანაირთაც რომ შევხედოთ, რა საჭიროება არსებობს ახალი საქმეების, როდესაც კიდევ ერთხელ გითხარით, ორ საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო განხილვა, მასზე ჯერ არ არის განაჩენები დამდგარი 8 მილიონის გაფლანგვასთან დაკავშირებით, რომელიც უნდათ რომ პიჯაკების საქმე შეფუთონ და 8 მილიონს ეხება და არ მგონი აქ 8 მილიონიანი პიჯაკები სადმე იყოს და ასევე TV იმედის საქმე. ასე რომ ამაზე მიმდინარეობს სასამართლო განხილვები. ჩვენ ვკითხეთ ახლა აი ერთი წამით თავრობის შექმნის საკითხის წესრიგში ოპოზიცია თვითონ რომ ქართული ოცნება მხოლოდ თავის საწერის პარტიასთან გიორგი გახარიასთან ასე ვთქვათ ითანამშრომლებს. თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით როგორია? კოალიციური თავრობის შემთხვევაში ვისთან ფიქრობთ? საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა 2020 წლის 31 ოქტომბერს. ქართულმა ოცნებამ დააკომპლექტა მთავრობა. არანაირი საჭიროება კოალიციური მთავრობის არ არსებობს 2024 წლამდე, ამიტომ ეს კითხვა რა თქმა უნდა არ არის უნდაორი. მიხეილ სააკაშვილის დაჭერაც შარია და ასევე არ დაჭერაც. გარდა ამისა, ვიგებთ იმასაც, რომ გრიგოლ ვილაშვილსხოვენ გააკეთოს რა გარანტიებებს მიხეილ სააკაშვილს, როდესაც ის ჩამოვა. არის თუ არა ასეთი ფაქტორი სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, შარი დაჭერა და არ დაჭერა და რა არის თქვენი პოლიტიკური წესრიგი? ან შეიცვალა თუ არა იმის შემდეგ, რაც გაიგოს, რომ შესაძლოა სააკაშვილის ჩამოსვლა? არაფერი, საკითხი არის მარტივად. არსებობს კიდევ ერთხელ სასამართლოს განაჩენები, ასევე სასამართლოს განაჩენები, რომლის სამართლიანობაშიც ეჭვი არავის არ ეპარება და მათ შორის კიდევ ერთხელ სტრასბურგის სასამართლოს აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოტანილი და მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობა ამ საკითხში სტრასბურგის სასამართლოს მიერ არის მათ შორის დადგენილი. ამიტომ ამ განაჩენების აღსრულება, რომ ემსახურება ერთის მხრივ კანონის აღსრულებას, მეორე მხრივ სამართლიანობის აღსრულებას, მე მგონია კითხვის ნიშანი არ არის შესაბამისად რაიმე კითხვები იმასთან დაკავშირებით თუ რა პროცედურა მოყვება მიხეილ სააკაშვილის ასე ვთქვათ გამოჩენა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში, მე მგონი ზედმეტია. არა, რატო არის? არა. დაჭერაც და არ დაჭერაც იქნება სხვათა შორის ან საერთოდ საკურველია ესეთი მიდგომა, იმიტომ რომ არაერთი ყოფილი მაღალჩინოსანი იხდიდა ან დღესაც იხდის სასჯელს იცით საჭირო აღსრულების დაწესებულებებში, ასე რომ მიხეილ სააკაშვილი პირველი არ იქნება. ყოფილი პრემიერ-მინისტრი იყო, მათ შორის ეხლახანს გამოვიდა საჭირო აღსრულების დაწესებულებები. და პოლარიზაცია უფრო არ დაღმავდეს. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს საერთოდ პარალელურობის საერთო პოზიცია და თუკი მაგალითად ჩამოვა მიხეილ სააკაშვილის შესაძლებელია თუ არა პოლარიზაციის უფრო დაღმავდეს. თავისთავად, რა თქმა უნდა, ჩვენ ნახეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ცდილობდა რომ გარკვეული
მოეპოვებინა გარკვეულად ხარდამჭერა სხვადასხვა მისი პარტნიორებისგან, მაგრამ მე როგორც ჩვენ დავინახეთ, ესეთ ხარდაჭერა მას არ აქვს. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ჩვენ ამ არჩევნებზე ჩვენ მოსახლეობას ამიტომაც არის ჩვენი ხარდაჭერა მზარდი, რომ ჩვენ მოსახლეობას თავაზობდით პროგრამას, ველაპარაკებით იმ საჭიროებებზე, რომელიც არსებობს მათთვის და როგორ გამოვასწორებთ იმ საკითხებს, რომელიც აწუხებს ჩვენ მოსახლეობას. ჩვენი ოპონენტები ერთ-ერთი მათი შეთავაზება აღმოჩნდა აქამდე იმიტომ არ ეწეოდნენ კამპანიას, რომ აღმოჩნდა მათი კამპანიის ერთ-ერთი შეთავაზება არის მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა. ეს არის მთელი აბსურდი მათი წინასაარჩევნო კამპანიის.